მშვიდობისაგ მადლობთ, რომ გვიყურებთ. ერთკვირიანი მოლოდინი დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს შეხვდნენ. თუმცა კონკრეტულ შედეგებზე საუბარი, როგორც ჩანს, ნაადრევიან, სულაც შეუძლებელია. შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები თუ მიმჯელებს დიდი შეთანხმება არ შეძლო. უფრო მეტიც, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პრეზიდენტი პრაქტიკულად მიმდინარე პროცესებიდან გარიყულად გამოაცხადა და მის ბოლოდროინდელ გამონათქვამებთან დაკავშირებით ბოდიშიც კი მოიხადა. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაშაჩქარებლად, ქვეყნის მთლიანობით აღსადგენად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფად. საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი უპასუხისმგებლო განცხადებები და მოქმედებები კი ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის კურსს აღნიშნული მიმართულებით, ლახავს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს და უქმნის დამატებით საშინაო და საგარეო პრობლემებს ახალ ხელისუფლებას. გულწრფელად ვწუხარ, რომ ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მეგობარი სახელმწიფოების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით მათ ბოდიშს ვუხდი. ვინაიდან არც მომავალში ვარ დაზღვეული მსგავსი ინციდენტებისგან, მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბერში მისი საპრეზიდენტო სამოწურვამდე მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით. მისი ვიზიტები არ არის კოორდინირებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მისი განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციებს. თუ ეს არ არის დადასტურებული ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ. ასეთია ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. დღევანდელი შეხვედრის ანალიზით კი მატრიცაში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. სამშვიდობისა ბატონ რამაზ, მადლობა მოსვლისთვის. ელოდით, რომ ამ შეხვედრაზე რაიმე კონკრეტული შედეგი იქნებოდა მიღწეული, ესე ვთქვათ. ანუ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ეს გამოვიდა შეხვედრისთვის, შესაძლებელი იყო, რომ წინასწარ გვეფიქრა, რომ ასე იყო, რომ თქვენ ჟურნალისტ რომელიღაც კომენტარში უთხარი კიდეც კითხვის დროს დავიწყე თვლა. ნუ რატო უნდა დათმოს რაიმე სააკაშვილმა? მისი საბაჭრო თემა არის სამართლებრივი დევნის მოხსნა. ეს თუ არ მოიხსნა, მას დასათმობი დანარჩენი საერთოდ არ აინტერესებს. ეს რომ მოიხსნას ივანიშვილი პრემიერ-მინისტრს აღარ აინტერესებს არაფერი. პასუხისმგებლობა ივანიშვილისა დგება ხალხის წინაშე. რაზეც ივანიშვილი არ წავა შესანიშნავად აცნობიერებს ამას. აქვს კი პრეზიდენტს აქვს რამე, რაც შეუძლია შესთავაზოს ივანიშვილს სანაცვლოდ. ხო, ვაჭრობა როდესაც მიდის ორივე მხარეს უნდა ქონდეს რაღაც საქონელი და ორივე მხარე უნდა იყოს დაინტერესებული გაცვლაში, ხო? ამ შემთხვევაში, თქვა, მთავრობის მოთხოვნა ძალიან მარტივია. პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადოს, ანუ უარი თქვას იმ კონსტიტუციის იმ ჩანაწერზე, რომელზეც პოლიტიკურ უარს ამბობს ისედაც, ხო? არ გავაკეთებ. თუ არ გავაკეთებ, ანუ შესაბამისად სააკაშვილი ვერც ვაჭრობს. ვაჭრობაშიც უფრო ცუდი პოზიცია აქვს ამ შემთხვევაში. ვაჭრობისთვის პრაქტიკულად ცუდი პოზიცია აქვს. ერთადერთი მე მგონი იქნებოდა რაიმე დონეზე მაინც თუ დღეს არა ლაპარაკი იმაზე, შეჩერდეს თუ არა ეს საბოტაჟის ტიპის პროცესები. მაგრამ აქაც, დავუშვათ საბოტაჟით მოქმედებს ტერორისტის ფსიქოლოგია. საბოტაჟით მოქმედებს, განცხადებებს აკეთებს ისიც რაც ანუ ყველაფერს ცუდს შვები. თუ მე არ დამანებებ თავს, გავაგრძელებ ამის კეთებას. სადამდე გააგრძელებს. საგარეო ასპარეზზე მის ნაბიჯებს პრინციპში უკვე ხდება ივანიშვილის განცხადება. რისთვის იყო მაშინ ეს შეხვედრა? უბრალოდ ეს დილობის პროტოკოლის გამო უცხოელებისთვის საჩვენებლად, რომ აი კოაბიტაციას ვცდილობთ. ეს არის და ამერიკის ელჩმა რო ჩვენ ყურადღებით უყურებთ, აი შეახედეს რა. ესე მარტივად არის ეს ყველაფერი. შეახედეს ამერიკის ელჩს. არა, იმიტომ რომ რომელიმეს რო თქვა უარი იტყობდნენ რომ არ იქა კოაბიტაცია. თუმცა შეხვედრიდან გამოსულა სააკაშვილმა საკმაოდ ვრცელი განცხადება გააკეთა. მე სიმართლე გითხრათ, შინაარსი ბოლომდე ვერ გამოვიტანე. მაგრამ საბოლოო ჯამში რას ამბობდა პრეზიდენტი, იმიტომ რომ მან ისე ყველაფერზე ისაუბრა, მაგრამ არაფერი კონკრეტული არ უთქვამს. ბიძინა ივანიშვილის მინიშნებები ბევრად უფრო კონკრეტული იყო ამ შემთხვევაში და ის ამბობდა, რომ ის ცდილობს სახის შენარჩუნების საშუალება მისცეს, თქვა პირადად პრეზიდენტს და მთლიანად საპარლამენტო უმცირესობას. ეხლა ეს როგორი ტიპის ბრძოლაა, იცით, ბრძოლა სამხედროის რო გადაეტანა. ანუ მიუშვირეს ადამიანს თოფი. მან შეიძლება თქვას, რომ აჰა, მოგცემ რაღაც ყველსა და პურს და ნუ მესური ესაა ვაჭრობა. მიუშვირეს თოფი, მაგრამ დაუშვათ იმან ბრძოლა გააგრძელა და ნუ იბრძოლის.
და მესამე ვარიანტია, მიუშურეს თოფი და ის დამორჩილდა და ამაყის სახით წავიდა ტყვეთა ბანაკში, ხო? აი ეს სამი ვარიანტია. ლაპარაკია იმაზე, რომ შევწყვიტოთ ბრძოლა და შენ მშვიდის სახით, ნაციონალურმა მოძრაობამ მშვიდის სახით ითამაშოს ის როლი, რაც შეეფერება წაგებულ პარტიას. თუმცა ეს განცხადება მე მგონი არ მისცემს პრეზიდენტს საშუალებას შეინარჩუნოს სახე, როდესაც ლაპარაკია, რომ პრეზიდენტი მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით და მსოფლიოს ეუბნება, რომ მიაქცევთ ყურადღებას ამ ადამიანის გამონათქვამებს, რა სახის შენარჩუნებაზე, ანუ ეს უკვე ღია კონფრონტაციაა პრაქტიკულად. პრაქტიკულად არის კონფრონტაცია, რომელზედაც წავიდა პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ განცხადება მთავრობის მეთაურმა გამოუქვეყნა, მაინც პრეზიდენტი. კი, მაგრამ ის რაზეც არის ლაპარაკი განცხადებაში, ერთი გამონათქვამი, მეორე გამონათქვამი, ეს ყველაფერი ხო რეალური ფაქტია და ამათი ავტორი ხო მიშა სააკაშვილი. დღეს შემოწოდა სხვათა შორის შეჩეული არა ვარ ასე ცხოვრებას და რაღაც, ესე, მაგრამ კი, გასაგებია, რომ პრინციპში მან თვითონ თავის გამოსვლაში დაადასტურა, რომ ის არის რუსები როგორც ამბობენ, რუსული განათქმები შეიძლება. ჯერ სვაზიბნი გენერალი, ხო? ანუ ზის გენერალი არის თუ არა, იგიც არის. სვაზიბნი გენერალის გენერალი არის. სვაზიბნი გენერლობასაც თავის ნიჭი უნდა. და სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობა ეგ მისი ძველი ავადმყოფობა ვერ ხვდება მისთვისვე წამგებიანი მომგებიანი რა არის. ჩვენ მათგან ვითხოვდით და დღესაც ითხოვს ბევრი, რომ ქვეყნისთვის იფიქრეთ რა არის კარგი და ცუდი და თავისთვის ვერ ფიქრობენ რა არის კარგი და ცუდი. და თავისთვის ადამიანი ვერ მოიფიქრებს, ვერ გაარჩევს ცუდსა და კარგს, სხვისთვის გაარჩევს და ქვეყნისთვის გაარჩევს. ეს მცდარი ხაზია მთლიანად, რაც დღეს უკავიათ ნაციონალური მოძრაობის ქორებს. რომ იყვნენ რაც შეიძლება მიმწოლები და აგრესიულები, იმიტომ რომ რესურსი აღარ აქვს. ხო, 30 კაცს შეკრიბეს, ჯაჭვი ვერ გააკეთეს, ხო? აი ეს ჯაჭვის ვერ გაკეთება, მალე ისე იქნება, რომ მეორე კაცს შეიძლება გაუჭირდეთ ხელის ჩამოსართმევად და რატომ იყავთ თვითონ აქამდე საქმე? არ იყო 1 ოქტომბრის მერე ეს კლიმატი, რომ ამდენად მარგინალიზაცია მომხდარიყო ნაციონალური მოძრაობის. თვითონ გააკეთეს ყველაფერი საკუთარი მარგინალიზაციისთვის. დროს ვერ იგებენ ასეთი მოქმედებით, ვერც დროს იგებენ, თქო, აი მუდმივი აპელირება იმაზე, რომ მიდის პოლიტიკური ზეწოლა. დღესაც პრეზიდენტი ძალიან საინტერესო იყო, როდესაც გამოვიდა თავის განცხადებაში, მან განაცხადა, რომ ის ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს იმაზე, რომ მედიაზე მიდის ზეწოლა და სასამართლოზე მიდის ზეწოლა. ანუ ხო პრემიერის სიტყვებს გავიმეორებ, მაგრამ მართლა ჩემი შენ გითხარი ვითარება არის ხო მუდმივად. ეს რაღაც გარკვეულწილად მაინც დროის მოგების ტაქტიკაა ალბათ. დროის მოგების ან დასავლეთის ეს ის ფრაზებია, რომელიც დასავლეთ ჭრის ყურს. რეალურად ამ ფრაზის იქეთ რა რეალობა, ამას სანამ რა ხდება, ამას სანამ დასავლეთი გაარკვევს, იქამდე ხო ამან ფიქრობთ, რომ კიდე გასარკვევი არა, მე რატომ გიკითხები ბატონო, თამიდან როდესაც იყო თქვა საუბარი 1 ციხის სამართლის საქმეზე 2-ზე 3-ზე, ხო პირობითად ცხადია, მithumetes როდესაც აქ მაღალი თანამდებობის პირებზეა ლაპარაკი, ეს იწვევს ეჭვს ყოველთვის, რომ შესაძლოა იყოს რაღაც პოლიტიკური ზეწოლა. თუმცა მას მერე გამოჩნდა ბევრი წვრილ-წვრილი საქმე. და ეს წვრილ-წვრილი საქმეები, თქვა, ბევრად უფრო გასაგებია დასავლეთის ვიდრე ეს მსხვილი რომ თქო შეიძლება თავდაცვის მინისტრი ადამიანებს აწამებდეს ეს მათთვის ალბათ გაუგონარია მაგრამ ის რომ ქონების ჩამორთმევა უკანონოდ ხო ვიღაცას რაღაცა წაართვეს ვიღაცას საპატიმრო ვადა დაუმატეს ისე რომ არაფერს შუა შე ესეთი რაღაცა ყველგან ხდება და ამიტომ როდესაც ბევრია მათთვის უფრო მარტივი აღსაქმელია და როდესაც ეს ბევრი ყველაფერი ერთს უკავშირდება მაშინ ცხადია რომ უკვე ხდება ამ ძალის მარგინალიზაცია დასავლეთის თვალს ალბათ დაიწყეს იმათაც იმიტომ რომ იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აშკარად ცვლიდა გზადაგზად ცვლიდა განწყობილებებს და აქცენტებს აბატურა ეს შემონათვალს ვიხსენებ ახლა მათ საერთოდ დემოკრატიის შუქურად იყო შერაცხული ქვეყანა და აღმოჩნდა პოლპოტა და ასე შემდეგების ტიპის პროდუქტი შედეგით ესე რომ აი ეს ორი რამე არის შეუთავსებელი ნაციონალური მოძრაობა ხო ტყუილს ადვილად ამბობს და მათი იმიჯი იყო მათი ყველაზე დიდი ტყუილი
ეს განცხადება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, აი ამის აღქმა როგორ იქნება უცხოელების მიმართ, მათი თვალიდან დანახული, წარმოიდგინეთ, რომ ქვეყნის ერთი და იგივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამის პრეზიდენტს აღარ მოусმინოთ, ეგ კერძო პირია და რაღაცა. ვისი თვალიდან? მე მგონი ალიევი ამას კარგი თვალით შეხედავს. ამერიკელები აპატურა ირას. ვართ მაკრონიკულ მდგომარეობაში და რასიზმ, მაგრამ დაკარგული მაინც ბოლომდე ყველაფერი არ არის, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობაში მართლა არის გუნდი, რომელიც არაპირებს პოლიტიკის დანგრევას. არაპირებს ქვაქვაზე ნუდარჩება და ასე შემდეგ. ისინი აპირებენ პოლიტიკაში წყნარ ანუ არის კონსტრუქციული გუნდი, რაც ნიშნავს, რომ მარტის ბოლოს შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ეხლა ეს ჯგუფი ქორები იმათ საქმესაც აფუჭებენ, ითრევენ იმათაც. ან იმათმა უნდა ანალოგიური განცხადება გააკეთონ, რომ არ შეხედოთ ეს ჩვენ არა ვართ და გაემიჯნონ. ან მოუწევთ ჩაყოლა, ან ქორები გააჩერონ. რაღაცა ნორმალიზაცია უნდა მოხდეს, თუ არა და მათთვის დამთავრდება კატასტროფა. ამიტომ სადაც დავდეთ მარტის ბოლოს თუ კი გაიმართება მართლაც კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ყველაფერს დაალაგებს თავის ადგილს, გაირკვევა ვინ საით არის, ხო? მე მგონი კენჭისყრა დაალაგებს გენჯისყრაში კიდე რაც დრო გადის და რაც მე შეცდომებს ასეც უშვებენ. ეხლა შეცდომის დამშვების დაცვა ძნელია და თუ ნახეთ აზერბაიჯანის ამბის მერე ძალიან ცოტა აღმოჩნდა მისი დამცველი ნაციონალი. დათო ყველაფერზე იცავს იქ კიდე და შეიზღუდა ძალიან ეს დამცველების წრე, იმიტომ რომ ძნელი დასაცავია. მით უფრო გაუჭირდებათ მომავალშიც. ანუ ნაციონალების აი ეს რაციონალური ნაწილი, მოაზროვნე ნაწილი უნდა მიხვდეს, რომ მათ არათუ ჩათრების მხრივ ელოდებათ საფრთხე, მათ მოუწევთ გამართლებას აი ამ ნაბიჯებისა და ეს უკვე ძნელი გასამართლებელი ნაბიჯები იძგმება. და თუ უნდათ ქუჩაში და დღეს ვაკვირდებით ერთ რამეს, ხალხთან გაცილებით თავისუფალთ არიან კონტაქტში და შედიან კონტაქტში, აგერ დებატებში იქნება თუ ჩვეულებრივ ქუჩის კონტაქტებში იმ ოცნების პოლიტიკური წარმომადგენლები ნაციონალებს უჭირთ შესვლა. რამოდენიმე შემთხვევა მითხრეს რესტორანში რომ შევიდნენ და ლამის გამოასწრეს დაკვეთის მიცემამდე. ხალხში უკვე ცუდი კლიმატია. და მართლაც არავის არ უნდა აქ რომ განმეორდეს ჩაუშესკუს ვარიანტი. ძალიან მადლობა ბატონო, იმედია რომ ახამდე არ მივა მართლა საფრთხე. პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას ამ თვალსაზრისით და არ დაუშვებს ძალიან ესეთი დამამშვიდებელი პოზიცია. ყოველ შემთხვევაში დაპირება მიცემულია, არის დამამშვიდებელი და არის თუ არა პრემიერ-მინისტრის შემსრულებელი ამ შემთხვევაში თავის დანაპირებას ის გამოჩნდება სულ მარტო უნდა შეასრულოს. თავარი პოზიცია ის არის, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მხარე ემოციურ იმაზე არ არის, ტალღაზე არ არის. იქიდან მოულოდნელი ნაბიჯის პრობლემა არ დგას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დაპირისპირებები. ძალიან მადლობა. პოლიტოლოგი რამაზ საყორელიძე იყო მატრიცის სტუმარი, გადაცემის შემდეგ ნაწილში დემოგრაფიაზე. გასულ უქმეებზე საქართველოში დემოგრაფიული აღორძინების ფონდი შეიქმნა. დეტალებით მატრიცაში ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი დემოგრაფი პროფესორი ანზორ თოთაძე. რეკლამის შემდეგ. დემოგრაფიული პრობლემა საქართველოში იმ საკითხებს მიეკუთვნება, რომლებიც მუდმივად აქტუალურია, მუდმივად ყველას აწუხებს, მაგრამ არასდროს არ გვარდება. შობადობის და შესაბამისად მოსახლეობის კლებაზე ჩვენს ქვეყანაში არაერთი ათწლეულია საუბრობენ, თუმცა გაეროს მონაცემები, რომლებიც გასული წლის ბოლოს გამოქვეყნდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია. არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში გაეროს პროგნოზით 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 28%-ით შემცირდება. გასულ უქმეებზე თბილისში დემოგრაფიული აღორძინების ფონდი შეიქმნა. მატრიცაში ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი დემოგრაფი პროფესორი ანზორ თოთაძე. სამშვიდობისა ბატონო ანზორ, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. სანამ უშუალოდ ფონდზე ვისაუბრებთ, მინდა რაღაც ისეთი ისტორიული ექსკურსია გავაკეთოთ, რა მდგომარეობაა საქართველოში დემოგრაფიის თვალსაზრისით. გვიჭირს ძალიან როგორც ხვდები. ძალიან გვიჭირს, ბანო გოგი, გვიჭირს არა მარტო ეხლა კი არა, უკვე რამდენიმე ათწეულია გვიჭირს, მაგრამ ის რაც მოხდა ბოლო ათწლეულში, ეს კიდევ ამ პროცესებმა უარესად დაამძიმა დემოგრაფიულ ვითარებას საქართველოში. ერთი ძალიან მარტივი კითხვა მაქვს. ვიცით რამდენი ვართ? მუდმივად ამაზე ვიცით და არც ვიცით. ხო.
ვიცით ოფიციალური მონაცემებით 2012 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის შეადგენდა 4.497.000, მაგრამ ეს არის ოფიციალური მონაცემები, რომელიც არის მაამებლური, არ არის ზუსტი და თუ ჩვენ გაანგარიშებებს ავიღებთ უფრო ქართული დემოგრაფიისა, ეს არის დაახლოებით 3.800.000. თუმცა ეს არის მთელი საქართველოს სრული მოსახლეობაზე. საქართველოს სრული მოსახლეობა. ის ციფრი ოფიციალური არ არის, თუმცა შეიძლება არც ეს იყოს, იმიტომ რომ უნდა აუცილებლად ჩატარდეს მოსახლეობის აღწერები. მოსახლეობის აღწერა იძლევა იმის საშუალებას, რომ გავარკვიოთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა და მისი შემადგენლობა სხვადასხვა დემოგრაფიული ნიშნის მიხედვით. არ ჩატარებულდა სპეციალურად, არ ჩატარებულდა, იმიტომ რომ არ ნუდა ხელმძღვანელობას და პრეზიდენტს, მთავრობას, ნაციონალურ მთავრობას, რომ ჩვენ გწონდა რამდენი გვყავს ამორჩეველი, ეს ზუსტად გაძლევს ამორჩეველთა რაოდენობას მოსახლეობის აღწერა. რამდენი ცხოვრობს საქართველოში, როგორია მისი ეროვნული შემადგენლობა და ასე შემდეგ. სპეციალურად მალავდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფაქტობრივად სოფლიოში დარჩა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, ისიც ორი ქვეყანა არის აფრიკაში და ჩვენ, სადაც მოსახლეობის აღწერა არ ჩატარებულა. ამას ითვალისწინებს გაერთიანებული ყოველ წელიწადში ერთხელ ჩატარდა ეს სომხეთში, ჩატარდა ეს აზერბაიჯანში, ჩატარდა რუსეთში და ასე შემდეგ. მე აღარ ვამბობ თითქმის ყველა პოსტ-აპოკალიფსში. იკლებს მოსახლეობას, შეგვიძლია ეს კაფეო მოსახლეობა იკლებს და განსაკუთრებით იკლებს ქართველი მოსახლეობა და მომავალში კიდევ უფრო ეს უფრო თვალში საცემი იქნება დაკლება საქართველოს მოსახლეობის. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითონ საქართველოს შიგნითაც ვთქვათ, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, მათში არ არის შესამჩნევი ესეთი კლება მოსახლეობის. აი თუ ავიღებთ ჩვენ ასეთ მაგალითად ასეთ ავიღოთ, რომ როგორი არის მოსახლეობის ბუნებრივი მატება საქართველოს. ბუნებრივი მატება იყო ნულოვანი წინა წლებში. რას ნიშნავს ნულოვანი მატება? რამდენიც იბადებოდა, ამდენი კვდებოდა. ბოლო წლებში შეინიშნება, რომ აი თქვათ 5,000-ით მეტია თქვათ დაბადებულდა სხვა, მაგრამ როცა ჩვენ ამას განვიხილავთ რეგიონების მიხედვით, ნახოთ რომ რეგიონებში ყველა რეგიონში აჭარის გარდა საქართველოს ეს არის გურია საშემდგო მდგომარეობაშია, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და სხვა. რაჭა-ლეჩხუმი საერთოდ გაქრება 20 წელიწადში თუ ასე გაგიცეთ. აღარ იქნება გაუკაცრიელდება, რომ აი ამ რაიონებში ყველგან ბუნებრივი კლებაა. და ის მატება მოდის მხოლოდ ქვედა ქართლზე და მოდის კიდევ სამხრეთ-ჯავახეთში. მე კიდევ ვიმეორებ მხოლოდ ერთ-ერთი რეგიონი საქართველოში არის აჭარა, სადაც ასე თქვა ჩვენ აჭარის ხარჯებს სულ გუნდებთ. კიდევ რომ ცოტა რაღაც მატება. თქვენ ძაით რომ აი დაახლოებით 5,000-ია მატება, ხო? თქვა თუ ავიღებთ რომ დაუშვათ 4 მილიონი მაცხოვრებელია საქართველოში. არსებობს რაღაცა თქვათ კრიტერიუმი, რამდენი უნდა იყოს 4 მილიონზე მატება დაახლოებით. თუ ესე არ განისაზღვრება. არა, მატება 4 მილიონზე ასეთი არა, მაგრამ საერთოდ ითვლება რომ კომუნისტების დროს ამბობთ ყოველ 1000 კაცზე რამდენი ბავშვი იბადება. ყოველ 1000 კაცზე იბადებოდა 17-18 ბავშვი ბოლო პერიოდში, ადრე უფრო მეტი იბადებოდა 24 და 40 და სხვა. ბოლო 99 წელს იბადებოდა დაახლოებით 18 კაცი ყოველ 1000 კაცზე. აქედან 17 იყო, ესე იგი ყოველ 1000 კაცზე 17 იბადებოდა. ეხლა როცა ჩვენ ამას გამოვაკლოთ მე რამდენი კვდებოდა ყოველ 1000 კაცზე და საბოლოოდ მატება ასეთი იყო. ქართველი ყოველ 1000 კაცზე ქართველის მატება იყო 7 კაცი, ეს არ არის. მეტმაკნას რომ 1000-იც იყოს. მაგრამ სხვა ეროვნების უფრო დიდი იყო. მაგალითად აზერბაიჯანის იყო 23 კაცი. ისე ყოველ 1000 კაცზე იმატებდა აზერბაიჯანი 23 კაცს, ასეთივე მაღალი იყო სომხებში, ქისტებში, ქუთებში და ხოლო საქართველოში ქართველებში იყო ეს მაჩვენები 7. ესე იგი 3 ჯერ მეტი იყო მატება ზოგიერთ საქართველოში მცხოვრებ ეროვნებებში, ვიდრე ეს იყო ქართველი. თავისთავად ეს მოქმედებს ალბათ თქვათ მოდი ასე ვთქვათ, ქართველების წილზე კავკასიის მოსახლეობაში. რა თქმა უნდა, მე მაშინ ცოტა აქედან დავიწყებ, რომ ქართველების რაოდენობა, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე. იცით, თქვენ ცნობილია, რომ ყველაზე მეტი საქართველოს მოსახლეობა რაოდენობრივად იყო 1254 წელს. ეს არის მე-12 და მე-13 საუკუნე. 1254 წელს, როდესაც მოსახლეობის აღწერა ჩატარდა საქართველოში და შეგვიძლია ჩვენ მათი გაანგარიშების მონაცემების საფუძველზე 8 მილიონი კაცი ცხოვრობდა. თუმცა საქართველოს მაშინ ეს საქართველოს ტერიტორია სხვა იყო. ორჯერ მეტი იყო, მაგრამ 8 მილიონი ცხოვრობდა. ტერიტორია უცბად ორჯერ მეტი იყო, მაგრამ 8 მილიონი ცხოვრობდა. ეს იყო ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო, ყველაზე დიდი სახელმწიფო ახლო და შუა აღმოსავლეთში. იმიტომ რომ უნდა მოგახსენოთ, რომ ამ პერიოდში მოსახლეობა, მსოფლიო მოსახლეობა ძალიან ცოტა იყო. მთელ ევროპაში 100 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა და ახლო. ვავიღოთ პირველი საუკუნეში მსოფლიო მოსახლეობა იყო 200-230 მილიონი. მეტი არა და ხოლო ამ პერიოდსაც იყო 350 მილიონი. ეს იყო ძალიან დიდი სახელმწიფო. შემდეგში იცით თქვენ წლების შედეგად რა მოხდა, რომ მოხდა, ჩამოვიდა სულ როცა უკვე რუსეთს შეუერთეთ, მთელი საქართველოს მოსახლეობა ეს დაახლოებით ზუსტად არის დათვლილი, იყო 675,000. მაგრამ 1814 წელს გახდა 400,000. ესე იგი გასაკვირია რა მოხდა უცბად ამ
14 წელიწადში რომ 674,000-დან ჩამოვიდა 400,000-მდე. ეს მოხდა ის რომ შავი ჭირი გავრცელდა ძალიან. ეს შავი ჭირი გავრცელდა ქართკახეთში, იმერეთში ესენი, იმერეთიდან გავრცელდა გურიაში, სამეგრელოში მთელ საქართველოს მოვიდა. ჩვენ მონაცემიც გვაქვს ამის მაგალითად ბაგრატიო რომელიც ეკრემფიშვილიშვილი ხუბიდან მიწერს რომ ნახევარ ხალხამდე შემცირდაო. გარდა ამისა იმერეთში 1811 წელს რუსებმა აგრიცხეს და 80,000 მარტო ერთ წელიწადს იმსხვერპლა შავმა ჭერმა და ესენი 3 წელიწადს გრძელდებოდა ესენი. ასე თუ საარქივო მასალებიც და სხვა საფუძველი. ეს არის ყველაზე კრიტიკული რაოდენობა. ეს იყო ასეთი მცირე რაოდენობა მოსახლეობისა საქართველოში არასოდეს არ ყოფილა 400,000. აი ამის შემდეგ როდესაც უკვე იცით თქვენ ასე თუ ისე მტერი აღარ გესხოდა თავს და სხვა და როდესაც 1897 წელს რუსეთის იმპერიის მოსახლეობის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა იმ დროინდელ ფარგლებში, საზღვრებში ცხოვრობდა 2,109,000 კაცი, ხოლო ქართველები შეადგენდნენ 1,335,000 კაცს. 1,335,000 კაცს. ესე იგი ფაქტობრივად 5 ჯერ გაიზარდა კიდევ უფრო მეტად ქართველების და საერთოდ მოსახლეობის რაოდენობა. 1900 რადგანაც დრო მაინც ის არ გვაქვს დასვა, 1926 წელს ჩვენ ვიყავით 2,667,000, 1999 წელს როდესაც მოსახლეობის აღწერად ვიყავით 5,400,000 და 92 წელს ვიყავით ყველაზე მეტი ეს იყო 5,500,000 აცილდა. ამის შემდეგ დაიწყო საჟინელი კლება, იცით თქვენ რაც მოხდა კონფლიქტების სხვადასხვა. ახალი ბატონოზე ამიერკავკასიის ქვეყნებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში მეტნაკლებად იდენტური ისტორიით იცხოვრეს. ეს გაჭირვება ყველგან იყო. რატომ ხდება რომ თქვა მატება არის ყველაზე უფრო დაზარავდა ამ პროცესებში რაც იყო აი ის რომ დაიმსხვა ეს ძველი მანქანა ახალი და სხვა დაზარავდა საქართველოს. ასეთი ცუდი დემოგრაფიული მაჩვენებები არც ერთ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში. ანუ ეს არ არის მარტო ეკონომიკური არ არის რაღაც მოხდა სხვადასხვა ეკონომიკაც იყო იქ იყო ფსიქოლოგიური იქ იყო 20 წლის განმავლობაში იქ იყო ის რაც იყო ამ 9 წლის განმავლობაში, როდესაც ფაქტიურად მთელი საქართველოს ცხოვრება და ქართული ხალხი ამოგდებული იქნა თავისი ჩვეულებრივი კალაპოდიდან და სხვა. მოდი ძალიან მარტო რამდენი შვილი უნდა ყავდეს ადამიანს? მანამდე ერთ თვით და თუ თქვენი ნებართვით რომ მთელ კავკასიის 1926 წელს მთელი კავკასიის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობდა საქართველოში. ყოველი მესამე კაცი ცხოვრობდა საქართველოში. დღეს არის ყოველი მეოცე კაცი. სამხრეთ კავკასიაში 1926 წელს სამხრეთ კავკასიაში 1926 წელს მთელი მოსახლეობის 45%, ანუ თითქმის ნახევარი იყო საქართველოს ცხოვრობდა. ამჟამად არის 28% ესა. და წავიდა წინ აზერბაიჯანი უკვე 13%-ია თელ კავკასიის მოსახლეობის. მომავალში თქვენ იცით თქვენ ბრძანეთ თავიდანვე რომ აი ასეთი მოიყვანეთ რომ 28% წინდებოდა გაეროს მონაცემები და საერთოდ ეს ცნობილი მონაცემია ყველა შეიძლება ინგარიშულ დემოგრაფს რომ აზერბაიჯანის მოსახლეობა პერსპექტივაში გაიზრდება 34%. ანუ 1/13. იზრდება სომხეთის მოსახლეობა 7%, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა მცირდება 28%. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ალბათ 3 მილიონს ქვემოთ ჩამოვართ კიდევ და ასე შემდეგ. და ახლა რაც შეეხება იგივე ბრუნდების სამხრეთ კავკასიის მოსახლეობას, პერსპექტივაში იქნება ასეთ სამხრეთ კავკასიის მთელი მოსახლეობის 64% იქნება აზერბაიჯანი, ჩვენი ვხდებით 18% და აი ასეთი ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა ისე რომ ამ შემოწავკაშენ ფაქტობრივად აღარ ხარ რაოდენობრივად და უკვე არ ამიქცემს პატივს შენი ენის ფუნქციონირება და შენი ეროვნული ინტერესების რეალიზაცია ძალიან ძნელია მართინო მით უმეტეს იმ პირობებში როდესაც კავკასია საქართველოში მრავალი სხვა ქვეყნის ინტერესების გადაკვეთა წერტილებია ფონდზე მინდა დრო ცოტა რა უნდა გააკეთოს ფონდმა როგორ წარმოგიდგენიათ მისი ფუნქციონირება ძნელია ხა ადამიანებს აიძულო ყავდეს მეტი შვილი რა თქმა უნდა წარმოუდგენელია ძალიან ძნელია მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათ რომ ეს ფონდი ამას ელოდა მთელი საქართველო. არასოდეს არამდენ ხანი 10 წლებია და არას სულ ვამოდით რომ დემოგრაფიული აღორძინების ფონდი დემოგრაფიული აღორძინება როგორც იქნა საბოლოოდ დაადგა საშველი რომ დაარსდა ეს უშუალოდ რო გითხრათ პირდაპირ ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით დაარსდა ეს ფონდი. პირველად იყო ქალბატონი თამარ ჩიბუდარიძე რომელმაც ეს მონაცემები და სხვა გააცნო ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის ჯანდაცვისა და სოციალურ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მან ძალიან გულთან მიტანა ეს ბატონი ბიზნეს გააცნო და ამის შემდეგ უკვე თავად დაარსდა ეს ფონდი პრეზენტაციაც იყო ბატონი დიმიტრი ხუნდაძე არის საპატიო თავმჯდომარე და მთელი პროცესების სამართალ ხოლმე გამგეობის თავმჯდომარე გახლავთ გაბატონი თამარ და რა უნდა გააკეთოს ამ ფონდს პროგრამა ძალიან დიდია საერთოდ დემოგრაფიული
демографიული პოლიტიკა ეს უნდა იყოს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა უნდა შედგეს. ახლა პროგრამა აქ ყველაფერს მოიცავს, მაგრამ აქცენტი გაკეთებული იქნება შობადობაზე ამ შემთხვევაში. ძალიან ის არის და უზარმაზარი სახსრები დარდება. აქ არის მთავარი მესამე ბავშვის პრობლემა. იმიტომ რომ როდესაც ყველა ქალი საშუალოდ მესამე ბავშვს ბადებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა შესანიშნავად მრავლდება. შეიძლება იყოს ასეთი, რომ ქალი ბადებს ორ ბავშვს, მან ხო ანაზღაურა მშობლები, ორი ბავშვი თავის დედმა ანაზღაურა და რამდენიც ვართ, მოდის უნდა ვიყოთ იმდენი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სხვა ფაქტორები მუშაობენ კიდევ რომ თუ ეს გაგრძელდა ძალიან დიდი ხნის მანძილზე ასეთი ერი გაქრება, იმიტომ რომ ორი ბავშვი არ არის. შეიძლება ორი ბავშვი დაბადა, მაგრამ ბავშვების ნაწილი გვდება 1 წლამდე ასაკში. წელს რომ დაიბადა 46000 ბავშვი, მომავალ ერთ წელს შემდეგ იქნება 45000, 1000 ბავშვი მაინც მოხდება. ყველაფერი მიაქცევს 18 წელს ასაკს, როცა თვითონ უნდა გახდეს დედა. ყველა არ გათხოვდება. ზოგიერთი ოჯახი არის უნაყოფო ოჯახი და ასე შემდეგ. ესე იგი, დემოგრაფიებში არის ასეთი ციფრია დემოგრაფიების მიერ, რომ 2.1 ბავშვი უნდა დაბადოს ყველა ქალმა საშუალოდ. რომ რამდენიც ვარ შენარჩუნდეს რაც შეეხება გამრავლებას 3 ბავშვი არის შესანიშნავი და 3 ბავშვი იყოს ჩვენ ასე ყველა ქალს ყავდეს ეს არის შესანიშნავი ბატონო ერთი კითხვა მოგბო აი 3 ბავშვიანი ის არის ჩვენი ქალები კიდევ წინა წლებში ერთი ქალი თავის წოსის განმავლობაში ბადებდა ზოგიერთ წელში 1.3 ბავშვი 1.5 ბავშვი ესე იგი ორ მშობელსაც ვერ ანაზღაურებსაც ვერ ანაზღაურებდა ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო ბატონო რა თქვენ თვითონ ახსენეთ ეს არის ერთ-ერთი პრობლემა მე უსმინე ამ ფონდის დაარსებას დაკავშირებით ინფორმაციას რამდენიც უცი პატრიარქის მონაწილეობს ამ ფონდის და მისი ხევით შეიქმნა თუმცა გვაქვს პრობლემა რომ ადამიანებს თქვათ ხშირ შემთხვევაში გვესმის რომ ეკლესია ეწინააღმდეგება ხელოვნური განაყოფიერების პროცესებს თუ იქნება ეს ფონდი ამაში ჩართული რაღაცა თვალსაჩინო ძალიან ძვირია დღეს ასეთი ძვირია და მე უკვე უნდა თქვა ისე რომ მთელი ეს პროცესი ეს რაც იყო ასე თქვა ფონდის დაარსება პატრიარქის ის მიუწვდესა უნიტარესის ილია მეორის მოსაკუთრებით შეიქმნა ეს ფონდი. ეხლა რაც შეეხება სხვა საკითხებს ახლა როგორც არის ხელოვნური გაწევრება სხვა ის უფრო სხვა სფეროა. ამაში ჩვენ შეიძლება მარტო რა ნახოთ ჯერ როგორ იქნება უნდა შედგეს ყველაფერი შეიძლება იყოს რომ უნაყოფოებს კუნდალობა გაიღოს ამ ფონდმა ეს საკმაოდ მომბალდა ბოლო წლებში ნაყოფიერებდა სხვა და მაინც ძირითადი აქცენტი როგორც თქვა იქნება შობადობაზე გადატანილი და ეს შობადობა უნდა იყოს არაერთჯერადი როგორც აქამდე იყო რომ ერთხელ მიცემდნენ და სხვა მაგრამ როდესაც ფულადი კომპენსაცია როდესაც ბავშვი დაიბადება თქვა მესამე ბავშვი იქნება ეს ბავშვი დაიბადება სხვა ოჯახური ბიუჯეტს ძალიან ბევრი რამ აკლდება ბავშვი უამრავი სხვა უნდა რომ აი მისი ოჯახური ბიუჯეტი არ დაზარალდეს მესამე ბავშვის დაბადებით და თქვა ეს იქნება ძალიან სოლიდური თანხა არა ერთი თვე და ორი თვე არამედ წლების განმავლობაში შეიძლება კიდევ 16 როდის იქნება პროგრამა სრულად პროგრამას უნდა 3 თვე მაინც რომ დამუშავდეს იმიტომ რომ ეხლა დაიწყო და ეს უნდა დამუშავდეს უნდა გაანგარიშდეს ძალიან ბევრი რამე საიდან უნდა ეს ფული მოვიდეს თანაც ეს უნდა იყოს რომ მყარი შემოსავალი თუ მყარი შემოსავალი იქნება ჩვენ ვიქნათ რომ აი მაგალითად ესა თუ ის ბიზნესმენი გადმოგვირიცხავს თუ არა ფულს ამას ვერაფერს ვერ გავაკეთებ მე ვერ გავაკეთებ იმიტომ რომ ახლა კი გადმორიცხავ მაგრამ მე შეიძლება არ გადმორიცხოს 1000 სახდება თვითონ უნდა კონდეს მყარი შემოსავალი რომ ეს როცა ჩვენ უკვე მეუნებით მოსახლეობას რომ გარანტირებული იყოს მოსახლეობას ფონდა ძალიან მოკლედ გვაქვს შანსი რომ გაეროს პროგნოზი არ გამართლდეს და არ შეცირდეს 2000 არა არავითარი პროგნოზი არავითარი გამართლება კი უარესი იქნება კიდევ თუ ჩვენ ახლავე არ ვიღონეთ რაიმე ამ მიმართულებით რაც არ უნდა მე გავატაროთ უკვე დაგვიანი იქნება ან ვერ მივიღებთ შედეგებს ან საერთოდ ვერ მივიღებთ მილიარდების რო დავხარჯოთ იმიტომ რომ ერთ პატარა ციფრს დაგისახლებთ და ამით თქვენს მოკითხებს ყველაფერს 80-იან წლებში საქართველოში on გამოკლებულია აფხაზეთისა და ოსეთის სამხრეთ ოსეთის ყოფილი მონაცემები, იმიტომ რომ შესაძლოა ყოველთვის მონაცემი. 80-იან წლებში, ანუ 10 წლის განმავლობაში საქართველოში დაიბადა 455000 გოგონა. აი ეს გოგონები ახლა შევიდნენ ნაყოფიერების ასაკში 20-30 წლის ასაკის ახლა გახდნენ, როდესაც ყველაზე ნაყოფიერია ქალი ამ ასაკში, ყველაზე მეტი ბავშვს ბადებს. და ის რაც იბადება, ახლა იბადება, იმიტომ რომ მაშინ იყო 440, ბევრი არ იყო, მაგრამ 455000. ბოლო ასწლეულში დაიბადა 236000. თუ ასე გაგრძელდა ჩვენ არ მივხვდეთ ღონისძიებები. ისედაც შემცირებული შობადობა არის და საერთოდ აღარ იქნება აღარაფერი. ისე დაიბადება მის ნახევარი. ამიტომ რომ ჩვენ როგორმე ახლა უნდა დავსახოთ ეს ღონისძიებანი, რომ მყისიერად დემოგრაფიაში ვერ მიიღებ. მყისიერად შეიძლება მიიღოს. აი დახნა სასულ გაუკეთებ და მიიღებ შემოდგომაზე იმას, მაგრამ მყისიერი არ შეიძლება თუ ახლა ვერ ჩავიდეთ, ისე 20 წლის მერე უკვე გომარება იქნება კატასტროფული იქნება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ანზორ-თოთაძე, დემოგრაფი პროფესორი იყო, მაგისტრის სტუმარი, გადაცემის შემდეგ ნაწილში ხელოვნებასა და პოლიტიკაზე.
ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ერისიონის მოსკოვში გასტროლებზე და სოციალურ ქსელში გასტროლებთან დაკავშირებული უარყოფითი კამპანიის შესახებ. მატრიცაში ანსამბლის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი რეკლამის შემდეგ. 9 მარტს მოსკოვში კრემლის საკონცერტო დარბაზში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ერისიონის კონცერტი გაიმართება. ანსამბლის რუსეთში გასტროლებს უკვე მოყვა კრიტიკული გამოხმაურება სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ნეგატიური პოსტების ავტორები ანსამბლის წევრებს სამშობლოს ღალატსა და 2008 წლის ომში დაღუპული ქართველი ახალგაზრდების ხსოვნის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. მატრიცაში ანსამბლის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი. Საუნშიდოვის ბატონო ჯემალ დიდი მადლობა მოსთვის ვიცი რომ უკვე რუსეთში უნდა ყოფილიყავით მაგრამ ცუდმა ამიდმა შეგიშალათ ხელი ელოდით რომ ესეთი გამოხმაურება იქნებოდა კონცერტთან და გასტროლებთან დაკავშირებით სადღაც ველოდით ახლა ყველა მეორე მოღალატეა საერთოდ ასე ხშირად აცხადებენ ამას ჩვენც რა მეწყინებოდა რომ ჩემსაც არ დაეძახათ მოღალატეა და ნუ აი გვასიამოვნენ ნუ რა არის ეს არ მესმის აზია ლაპარაკი მაგრამ ერთი ისეთი ამბავი იყო ახლა გადასულიყავთ და როსტოვში ქონდა კონცერტი და გადასულიყავთ უნდა 3 მეტრიანი თოვლი 3 მეტრი თოვლი დადო გუშინ ხალხი ხო და ნუ ვერ წავედით ვერ ჩავედით იქა და არ ვიცი ახლა ეს თქვა თუ არა მაგრამ რა უჭირს მე მგონი არ იქნება ისა შემეხმიანა უწმინდესი და უნეტარესი და შეწუხებული იყო კაცი რომ აი თქვენ ვერ გადახვედით რა შეასაქმეთ როგორ არის და ნუ ახლა მეორე მხარეს ასეთი ლანძღვა და ასეთი გინება და ასეთი მართლა გინება და მართლა შეშინება, ნუ არ ვიცი რა. ფიქრობთ რომ საჭირო იყო წასვლა ახლა აი ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ საქართველოს და რუსეთს შორის მაინც ურთიერთობა არ არის მოწესრიგებული. კრემლითან ახლა კრემლი მართლაც ის ადგილია, საიდანაც საქართველოს მიმართ დიდი სიმპათიები არ გამოითქმის და არ ჩანს, ხო? გასაგებია, მაგრამ იყო თუ არა საჭირო. ჩვენ მაშინ ბერლინში არ უნდა ჩავიდეს და არავინ არ ჩავიდეს ბერლინში და ფაშისტები იქიდან ფაშისტები სამშობლო არც იტალიაში არ უნდა ჩავიდნენ, მუსოლინი ცხოვრობდა იქ. მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც მინდა პოლიტიკაზე ვილაპარაკო, მაგრამ ჩვენ არ ჩავდივართ კრემლში. და ჩვენ ჩავდივართ კრემლის საკონცერტო დარბაზში, რომელიც სოფიოს სამეურში გადის რეიტინგით. და ეს არის ჩვენთვის არის ძალიან მაგარი სცენა, სხვადასხვა მორგებული ჩვენზე და ჩამოყავთ ჩვენს მომწევ ადამიანებს იქიდან ებრაული კომპანია ერთი საპროდიუსერო ამერიკელი ისა ფრანგი ტექნიკოსები განმარტებელი და განხმაურებლები და სხვა ასე შემდეგ. ხო და ვაზლებთ ხოლმე შესანიშნავ კონცერტებს ესე იგი ტექნიკურად ჩვენთვის არის კარგი. გარდა ამისა ტექნიკოს თავი დავანებოთ. ახლა სხვა ხوار ვიყვირებთ მაგას და ყოველ დღე ნუ ტელეფონის ზარი არ ჩერდება. და ახლა კი მარტო ახლა კი არა რომ როცა იციან რომ უნდა ჩავიდეთ. რო სადახარ ჩამოდით წაიღო სუროგატმა ანსამბლებმა აკავრობა. ისე ვიღაც უცნობი ადამიანები ჩადიან, არც კი ქართველებიც კი არ არიან. როგორც გვინო არის გაყალბებული, ისე ერისიონის არის გაყალბებული. კი ბატონო, და ღვინოს ხო იცი ბოთლებს დააწერეს ერისიონი, ესეც იყო. ხო და ამას ყველაფერს დაგვირება უნდა და ესე იგი რომ მეუბნები ჯერ რომ სამშობლოს მოღალატეთ რომ რაც ოჯახა შენებულო და კარგო კაცო გაიგე რა ჯერ რა ხდება. ის ქართველები ჩვენ გავყარეთ აქედან. მე არაფერს ვაშერო პოლიტიკოსი არ ვარ. თქვენ ხომ მუშაობდით პოლიტიკაში, ვინც არის ერთი კაცია ვიღაცა არ ვიცნობ მე იმას. მოღალატეთ რო გავხადა და ჯერ ერთი ასე მოღალატეს რომ მეძახი. რა ვინახარ შენ, როცა 26 მაისი მოაწყო იმ თავრობამ და იმის თავრობის წევრი ხარ. ნუ ახლა რა როგორ შეიძლება ამაზე ლაპარაკი. ანდა მე კი არაფერს გაბრალებ, ჩემო კარგო, მაგრამ ვალდებულება ყველას გვაქვს რომ აი ლაპარაკობთ რაღაცას ყურადღება მივაქციოთ იმას რაზე ლაპარაკობთ შენ რო გინდა ასე არ არის მინდა ეს იცის ცხოველმა ესე იგი ჩვენ უნდა გვინდოდეს ის რაც საქმეს სჭირდება ბატონო ჯავ თვითონ ანსამბლის წევრებს შორის რა განწყობა არის ალბათ მათაც წაიკითხეს ეხლა თქვენს Facebook-ის გვერდზე მე შევედი და ნუ ლანძღვა გინების კორიანტელი ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები ყავთ ხო ეხლა თუ მათრა დამოკიდებულება აქვს ჩვენ რო გამოაცხადეთ რომ მივდივართ გადაწყვეტეთ ბოლოს და ბოლოს რომ წავიდეთ კარგი დავთანხმდეთ ყოველ ძალიან ბევრს გვირეყავდნენ და გვეხოძებოდნენ აი მართლა გვეხოძებოდნენ და ჩამოდით მივდივართ მათი რომ გამოაცხადეთ ტაში იყო დარბაზში რადგან არ არის ის ხალხი ჩვენთან რომ რახან მონღოლები და მოციქულები ვართ რომ არ ვიცოდეთ რას ნიშნავს მეზობელი რას ნიშნავს დამპყრობელი ქვეყანა რუსეთი როა რას ნიშნავს ის რომ ჩუმად ხარ და აგინებ
რას ნიშნავს იმას, რომ დათმა რომ მოგერიოს ბაბა უთხარი და 1000 ბევრი რაღაცა კიდევ და არ არის ეგ არ იყო ჩვენთვის დაუშვათ ისეთი რაღაც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ისეთი რამ რომ დაუშვათ ეთქვათ რომ აი სად მივდივარ და მოღალატე და რაღაც არა რატომ ჩვენ იმათ იციან შესანიშნავად იციან ყველა მიცის ეს მაგრამ ზოგი ამბობს რომ ასეა კარგი ზოგი არ ამბობს მაგრამ ყველა მიცის რომ ჩვენ ვერაფრით გახარება ჩვენი არ იქნება თუ მეზობლებთან არ გვექნება ურთიერთობა კარგი ურთიერთობა მე ძალიან ცუდი რაღაცები მესმის მეზობლებზე ლაპარაკი ხელაღებით ლაპარაკი არ არის ნუ ეს ვერ მოუწონებ ვერავის მაგას და ვერავინ ვერ მასწავლის ჩემო გოგი ბატონო მე რუსეთს 78 წელს ვასრულებ აგერ ახლა და ვიცი რუსეთი რა არის თვეში ორჯერ ჩავდიოდი ხან და ხან ჩვენით ხან ის ვიცი ვინც არის დერჟავნიკები და მართლა არ ვიცი როგორი რა სახის პოლიტიკოსები ყავთ მაგათ არ ვიცი რა უწოდო იმათ მე არ დავიწყებ ბესლას ვაგინებას მაგრამ მე მიმაჩნია რომ მე იმდენად პოლიტიკოსი ვარ რამდენად გურული ვარ თორემ სხვა პოლიტიკა ჩემთვის არ არსებობს არ ყოფილა და არც მაინტერესებს და ღმერთო შენ დიდი მადლობა უფალს რომ ეს ამისუფლება არ მომცა საშუალება არ შეიძლება თუ არ ელაპარაკე და თუ არ რაღაცა თუ არ მივაღწიოთ ნაბიჯ ფიქრობთ რომ ბატონ ჯოლა ეს კულტურული გაცვლა რაღაცა შეცვლის პოლიტიკაში მესმის რომ პოლიტიკოსი არ ხარ მაგრამ თქვენი შეხედულება ბევრი ფიქრობს რომ ეს იქნება უბრალოდ აი ტაშფანდური ისევ ჩავლენ ქართველები ისევ ყვებენ ჩამოვლენ რუსები იმღერებენ მაგრამ ნუ ორი ერის თანაცხოვრების თვალსაზრისით ეს არაფერს არ შეცვლის ტაშფანდური გონია მას ის აზრი არ არის რა არის ქართული ხალხური სიმღერა სოფლიოში უანალოგო პლანეტაზე უანალოგო სიმღერა და ის ტაშფანდური არ არის ის არის ჩვენი სულიერება სიმღერას და ცეკვას და ფოლკლორის საერთოდ და ამაზე როცა ლაპარაკობ ტაშფანდურზე როცა ლაპარაკობ უნდა იცოდე რაღაცა მაგრამ კაცი რომელიც გეუბნება რომ შენ მოღალატე ხარ და ამის გულისთვის ამას რო აკეთებ მოღალატე ხარ ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ მან კარგად იცის რა არის ღალატი შესანიშნავად და გადასარევად გეღალატებს ისე ვითომ ბევრი მინახავს მოღალატე დღეს ცოტა სხვანაირად არის არ შეიძლება მოღალატები უძახოთ მოღალატეს სანამ ესე იგი პრეზუმპციას რო ეძახიან არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი და ქართული ხალხური სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური 28 წლის 128 წლის ანსამბლი მიდის რომ ქართველებს მოეფეროს იქ ჩვენი გაგდებულია ეს ხალხი იქა გვეხვეწებიან გვეაჯებიან რომ ჩამოდით რა ნახეთ ერთი როგორები ვართ რა რაშევით არ დავავიწყოთ სამშობლო და გარდა ამისა ჩემო გოგი ბატონო იქ გენაცვალე სხვა ანსამბლების მიდიან არავის ეხლა არ ამოვიღეთ კრემლი მე კიდევ ერთხელ გითხარით მაშინ ჩვენ არ უნდა შევიდეთ ლასკალაში არ უნდა მივიღოთ იმიტომ რომ ბუსტოლინის გაურია არ შეიძლება ასე ყველაფრის დაუშვათ ასე ხელაღებით ლაპარაკი კარგ ამბავზე რომ გადავიდეთ ბატონ ჯემალ რამდენიც გასტროლები არ არის მარტო მოსკოვში მთელ რუსეთშია ხო ბევრი რუსეთიდანაც გვიყურებს ხო ქართველები უყურებენ ჩვენ აქვს საუბრობთ საშუალება ინტერნეტიდან სხვადასხვა საშუალება რა ქალაქებში და როდის შეუძლიათ თქვენი კონცერტების ხილვა ყველაზე კარგად ეს გამოჩნდება ალბათ ჩვენი გადაღებას უფლებას არ გვაძლევენ და არ ვიღებთ მაგრამ მიყვარს ჯგუფი რომელიც გააშუქებს ამას ყველაფერს 9-10 მარტის კონცერტები იქნება საკონცერტო დარბაზში და კრემლის და როსტოვში კრასნოდარში და კიდე მესამე ქალაქი დამასკო აქ გვაქვს სამი კონცერტი გვაქვს ახლა ხვალ გვაქვს როსტოვში მე კრასნოდარში და მე 8-ში მივდივართ მოსკოვში და მე არის კიდევ დაგეგმილი არა მარტო კიდევ არის ის რა ქვია რუსეთის ქალაქები სხვა და ნუ ევროპაშიც მივდივართ და ნუ არ მინდა ახლა იმაღაზია დიდი ტურნე ეწყობა და ალბათ თავარი რაც არის ახლა ჩვენ გავახარებთ ჩვენს ქართველებს იქ გავახარებთ სხვა მაყურებლებს და ყველაზე საინტერესო რა არის იცი გთხოვეს აი ძალიან მართლა საინტერესოა რომ ამდე წელიწადია 1-2 ბიჭი მირეკავს რომ მე შენ გიცნობ აფხაზები ვართ ჩვენო მე გიცნობ მაგრამ არ გვეუბნები არ მეუბნებიან სახელმწიფო ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს არა გაქვთ აფხაზური თქვენ დადგეთო რა ვიცით რომ ჩამოხვალთ რა მოსკოვში გნახავთ სადმე და სადაც იქნებით იქ ჩამოვალთო რა თქვენი ასავლი ძალიან გვიყვარს ძალიან პატივისცემ და მე გამოვწოდა სახელები და გვარების მითხრენ და ძალიან ახლობელი კაცია ერთი ჩემთვის ყოფილი მოცეკვავეა რა და ერთი მომღერალი ვარ არ მახსოვს ის მაგრამ მახსოვს ხარ მათქი ხო და გვეხვეწებია რომ სახელი და გვარი არა თქვათო რა
კი ბატონო, ვიტყვით. არ ვიტყვარ, ხო, არ მომხდარა, მაგრამ ესე იგი მე რა მინდა იცით? აი, რა უნდა იცი? ჰაუ უნდა ხანდახან რა შემოუძახო და ჩვენები არიან ის ხალხი არ ვთვლიან ჩვენ მტრებად, ყველა არ ვთვლით ჩვენ მტრად და მოგაუღვივებთ იმას, რომ ერთმანეთს რას უშვებიან. ერთმანეთს როგორ ლანძღავენ, ერთმანეთს როგორ აქილიკებენ, მოღალატეებს უძახიან და ჩვენ რას გვიზამენ. ამას ნოათქმევინოთ, რა შემოგევლოთ, ჩემი თავი, მე შენი მტერი კი არა ვარ, ვინცა ძანდები თქვენ, არ გიცნობთ ვინცა ხართ, რა გვარია ეს კაცი არ. ვაშაკიძე ნიკო. ვაშაკიძეა თუ უშიკიძეა, სულ ერთია, თუ ჭკვასელია, ესე იგი. დამშველობა. არა აქვს მნიშვნელობა მაგას, მაგრამ არ გიცნობ და ჩემო კარგო, ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებ და კაი ენას. კაგიმორჩით ბატონო, დიდი მადლობა, ჯემორჩ ვარსელი ელისიონის ხელმძღვანელი იყო მატრიცის სტუმარი, გადაცემა დასრულებულია ზუსტად 8-ზე თეაშველიძის ბიზნესის დრო, პირდაპირ ეთერში მე ხვალ ამ ბეგემში დავით ნახოთ.